მოგესალმებით 25 სექტემბერია ჩვენი სხდომარი ორი საკითხი გვაქვს ერთი არის ტრადიციული რაც არის უკვე გენდირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილი სამსახურეო ბარათში აღნიშნულ საკითხების შეფლილობა ამასთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგები თუ კოლეგები ქვიათ ესე არის თუ წევრები ტოვებენ ხოლმე იმას მაგრამ ეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სანამ ეს არ იქნება უარყოფილი ან რაღაც ფაქტი ამბავი მანამდე ეს ამბავი ესე გაგრძელდება. მეორე არის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილის მიღება. მე გთხოვთ რომ სულთად საქმეზე კონცერტირდეთ, ამავე დროს გეტყვით რომ დღეს არის დაემთხვა თან ესე არის რომ ზუსტად 5 წელი შესულა რაც კალბატონი თინათი ბერძენიშვილი არის დირექტორი. ერთი მინდა რომ ეს მიულოცო, მაგრამ არა უბრალოდ 5 წელი. დაწოლებული ვარ და ტელევიზიას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს იყო არაწყინება ეს არავის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი წელიწადი ისა 5 წელიწადი ტელევიზიის ცხოვრებაში ძალიან ქარტეხილებითაც ახლა მას არ ჩამოვთვლით თქვენ ყველა მიცით და ნუ აღარ გეუბნებით რომ მეც რომ ამ შენობაში ვარ ესეც მე მგონი არ არის ესე ვთქვათ ხელწამოსაკრავი და ესეთი ამბავი ხო ყოველ დღეს არ ხდება ესეთი ამბავი ესეთი სიტუაცია არის მაშინ დავიწყეთ ჩვეულებრივად ჩვენი სხდომა ასე პირველი საკითხი ჩვენ უგევთქვით არის ეს ისე გენდირექტორის მიერ შემოტანილი კერძოდ სამეურვეო საბჭოს წევრის მიერ ერთ-ერთი წევრის მიერ გამოთქმული ბრალდება და ესეთი გადაწყვეტილება არის მიღებული რომ ეს იქ დარჩება პირველ საკითხად სანამ ეს არ იქნება მკაფიოდ უარყოფილი და გაწვეული უკან ეს ბრალდება და დამტკიცებული როგორც არის ხო კატეგორიულად გმობ ჩემს მიმართ განხორციელებულ დევნას გენერალური დირექტორის მიერ რომელიც გრძელდება უკვე მერამდენე თვეა აღარ ვიცი თქვენ ახდეთ ჩემი კანონის მიერ დადგენილი უფლება-მოვალეობების საბოტაჟს ქალბატონო თინათინ და ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, რომელიც არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ სრული კონსენსუსით დევნას და საბოტაჟირებას ჩემი საქმის, რომლისთვისაც აქ ვზივარ და არ მოგცემთ ამის უფლებას. მე თქვენ არაერთხელ გითხარით წერილობითაც სიტყვიერად ბატონმა ვასილმა არასწორად ჩამოაყალიბა არანაირ ბრალდებას იქ ადგილი არ ქონია მოგახსენეთ ამაზე არაერთგზის და გითხარით რა და კანონის რა და რა მუხლებს არ ვღებთ წერილობით ფორმით მოგახსენეთ მაგრამ თქვენ მაინც არ ეშვებით ამ საქმეს ამიტომ მე ხა ვტოვებ სხდომას და შემდეგ ნაწილზე შემოვა თქვენი ნება არის თქვენაც არ ვიდარფასო ნუ მეც წინაჯერზე მეც მოგახსენეთ და სამწუხაროდ გავიგეთ ეს ათელია და მე გავმარტე წინასწარ რომ დატოვებულია ეგ საკითხი და ესო ზეწოლა არის ხო და მე არ ვიცი ხო თქვენ მეორე საკითხი პირველი თქვენი საქმე თქვენიც როცა გინდათ გახვალთ თქვენი საქმეა გინა გადით და გინა შემოდით მართალი გითხრათ რომ ეგ თქვენი საქმე არ ვიცი ხო დაგიძახეთ აი საერთოდ მე მეტი სანერვიულო არ მომცა ბატონო ლაშა კარგი დახურე კარები არავითარ პასუხი არა და გვაცრავად პასუხია აი რო თქვენ ხო და მე უნდა გითხრათ რომ არაფერი საპასუხო აქ არ არის ეს კიდევ დღის წესრიგში დგას როგორც დგას აქ არის მარტივად საქმე ისა ქალბატონი თინათი ეს ვიცით როგორ დგას ეგ საკითხი ეხლა მე მინდა მეორე საკითხი ეს არის ისა დავზანეთ რა თუ შეიძლება ხო გავიგე და საზოგადოებრივი მოწყობილის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა შემოსულია ეს ბიუჯეტი თუ რამე შეკითხვები არის პირდაპირ ესე გადავიწყოთ ამაზეა ეს არ არის ესეთი რთული საკითხი შინ თუ შეკითხვებზე გადავიდეთ პირდაპირ ხმეტი დანარჩენი წარმოდგენე ეს არის ციფრები ეს არის პოლიტიკა მე გთხოვთ თუ არის შეკითხვები თუ არა და ეს არის ის აუცილებელი ჩვეულებრივი ღონისძიება ბონდო შეკითხვები ერთადერთი მხოლოდ ერთ დაზუსტება მინდა გთხოვოთ როდესაც ჩვენ ბიუჯეტს ვამტკიცებდით ჩარშან დეკემბერში იყო საუბარი იმაზე რომ შესაძლოა ბიუჯეტში კორექტირება დაგჭირვებოდა ეს ის საპროგნოზო კორექტირება თუ რაიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანი ცვლილების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ
დიახ, აი მე გიპასუხებ და დანარჩენზე, აი მეც ნება მომეცით, რომ დანარჩენზე დეტალურად ჩვენი ფინანსური დირექტორი გააგრძელებს პასუხს, მაგრამ ამ შემთხვევაში კორექტირებული ბიუჯეტი ეს არის ასევე დებულების ნაწილი, რომელსაც ყოველწლიურად წელიწადში განსაკუთრებულად გამოყოფილი გვაქვს დროს, როდის შემოგვაქვს კორექტირებაზე, ვადებს ვიცავთ და შემოტანილია იმისთვის, რომ წლის ბოლომდე უკვე ხარჯვითი ნაწილი იყოს უფრო მკაფიო და ნათელი დაზუსტებული იმის მიხედვით, რაც მთელი წლის განმავლობაში გქონდა ცვლილებები. კი ბატონო. არა ის შეკითხვები. კი ბატონო, შეიძლება ამასთან დაკავშირებით რაც კითხვაც მაქვს და კომენტარიც მაქვს აქ. თქვენ გაქვთ გიწერიათ, რომ მაგალითად ცვლით ბიუჯეტს იმ ნაწილში, რა ქვია, ფილმების გადაღების ნაწილში ქალბატონო თინა და ამცირებთ თანხებს მედიისთვის, ვინაიდან იქ ახსენილია, რომ მედია რაღაცნაირად ეს მიმართულება ჩართული არის რაღაც გარკვეული მომსახურებობით და ამისი შესაბამისი გადაწყვეტილებები არსებობს, მაგალითად ოქმის სახით ან დასაბუთება, რატომ ბოდიში დავასრულებ თუ შეიძლება შეკითხვა, აი რატომ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ აუთსორსინგიდან გადმოგეტანათ შიგნით, ანუ გარეთ არ მოგვეწვია კომპანია, რომელიღაც გადაიღებდა ამ პროდუქტს შექმნიდა და გააკეთოთ შიგნით. ამისი დასაბუთება არსებობს, თქვა რატო ჩათვალეთ ეს საჭიროდ და ოქმი ან რაღაცა დოკუმენტი არის შესაბამისი? არ ვიცი თქვენ როგორ კითხულობთ ამას, აქ არ არის აუთსორსი რჩება აუთსორსად, კომბინირებულია ჩვენი პროდაქშენი, არასდროს არ არის მხოლოდ შიგნით ინსორსი, იქ არის ნათქვამი, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში აუდიტიც ყავდა ორგანიზაციაში და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, როგორი ფორმით უნდა იყოს გარეწარმოება მათ შორის და იქ ნათქვამია, რომ კომპანია, რომელიც ჩვენთან ითანამშრომლებს, ბევრი რაღაცა რესურსი გადმოვა შიგნით ინსორსში, მაგალითად ადამიანების შრომითი ხელშეკრულებები, იმისთვის რომ უფრო დაზღვეული ვიყოთ, რომ ხარჯვითი ნაწილი ჩვენ შემთხვევაში კიდე უფრო, ასე ვთქვათ, მყარია, ესე ვთქვათ, უფრო გამჭვირვალეა და უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს მოთხოვნილი, დანარჩენი რჩება ისევ როგორც რჩება. ასევე გავითვალისწინეთ მუხლი კანონში შესული ცვლილება, რომელიც ეხება კინოს წარმოების ნაწილს, ამიტომ ბიუჯეტში დამატებულია სერიალების ნაწილი და ამასაც ვინაიდან გამოცდილება ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს ამ სერიალების წარმოების, ჯერჯერობით სულ რამდენიმე შემთხვევა გქონდა, ახლა ვიწყებთ ახალ პროდაქშენს, ისე რჩება მედიაში, არის კომბინირებული, ანუ აუთსორსი პლუს ინსორსი, უბრალოდ სახელფასო ნაწილი, ფორმა არის ოდნავ მოდიფიცირებული, თორე დანარჩენი არაფერი გვეცვლა. არა, თქვენ გიწერიათ, სად არის ადგილი, შემიძლია წააგეთქოთ, რომ თანხის ოდენობები შეიცვალა და ეს დააკორექტირეთ, ხო? კი, თანხის ოდენობები შეიცვალა იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე სამწუხაროდ ინფლაცია არის და ანუ მაგალითად რაც გვიჯდებოდა მსახიობის ჰონორარი, ის ჰონორარი კიდევ უფრო გაიზარდა და ამიტომ თვითონ მედიიდან ფილმ წარმოებაში კორექტირებულია ბიუჯეტი, ანუ უფრო მეტი თანხა გვაქვს სერიალებზე გამოყოფილი, რომელიც გვინდა რომ განვავითაროთ ჩვენს ქვეყანაში. იქ თქვენს გამოგზავნებში ცოტა სხვანაირად არის ახსნილი, მაგრამ მე კიდევ ერთი რამე გითხეთ. თქვენ ამის შესაბამისი გადაწყვეტილების ოქმი გაქვთ თუ არა გაქვთ? ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ნებისმიერ პროგრამას ან რაიმე ახალ პროექტს სამხატვრო საბჭოს გარეშე ჩემამდე არ მოდის, ანუ მე ხელს არ ვაწევ თუ არ არის შესაბამისი ოქმი. შესაბამისად დიახ არის. არის ოქმი, ხო. ეხლა თუ შეიძლება მცირე კომენტარს გავაკეთებ ზოგადად ფორმასთან დაკავშირებით ბატონ ასი თუ მომცემთ ნებას. ესე იგი აი როგორც წინა ჯერზე ამ შემთხვევაშიც მე ვფიქრობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები მეტი დასაბუთებით უნდა შემოვიდეს, აუცილებელია თითოეული გადაწყვეტილების შესაბამისად თუ არსებობს სპეციალური ოქმები ან სხვა ტიპის გადაწყვეტილებები, საიდანაც გამოჩნდება ის ახსნა, რასაც ახლა თქვენ ვერბალურად ზეპირად ამბობთ, აუცილებლად უნდა იყოს თანდართული იმ დოკუმენტებს, რომელსაც თქვენ აგზავნით, იმიტომ რომ ეს საკმარისი არ არის ჩემი აზრით. საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ეხლა შესაძლოა ვიღაცას ქონდეს ლოგიკა, რომ ნებისმიერ რაც ერთი წინადადება რო იყოს, ენდობა
მაგალითად დირექტორს და მისთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა დასაბუთებული იქნება თუ არა რაღაც სპეციალური დოკუმენტები. არსებობს მეორე პოზიცია, რომელიც მე გამაჩნია, მე ვფიქრობ, რომ ყველა თანდევი საბუთი, რომელიც მიყვება, აი თქვენ ასეთ სერიოზულ დოკუმენტს, რომელიც დღეს შემოიტანეთ, აუცილებლად უნდა იყოს სტანდარტული პაკეტში. ეს არის ჩემი პოზიცია და მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვო ბორცს, რომ მომავალში, არ ვიცი ხა რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მომავალში დავადგინოთ ეს სტანდარტი, ან შევიმუშაოთ გარკვეული წესი იმისათვის, რომ დირექტორს და მის გუნდს არ ქონდეს სათქმელი ის რომ იცი რა დაადგინე წესი და მაშინ მე იმ ლოგიკას მივყვები. მე მგონი ღირს რომ ჩვენ დავადგინოთ უკეთესი სტანდარტი, უკეთესი წესი იმისათვის რომ პროცესი იყოს უფრო გასაგები, უფრო გამჭვირვალე და შევძლოთ მივიღოთ ეგრეთ წოდებული დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი პოზიცია. მე მზად ვარ, ისე როგორც წინა ჯერზე სამწუხაროდ ბატონ ვასილ თქვენ არ მაძლევთ საშუალებას, რომ განვიხილოთ ის დებულება, რომელიც ტენდერებს ეხება და მე მაქვს მაშინაც თქვი ჩემ გამოხატეს პრეტენზია, რომ აუცილებელია, რომ ჩვენ სხვანაირად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები. ამ ჯერზეც მზად ვარ, თუ ბორდი ჩათვლის საჭიროდ, შემოვიტანო პროექტი დებულების, რის მიხედვითაც იქნება ეს პროცესი, ასე ვთქვათ, მიღებული და შედგენილი. აი ეს არის ჩემი წინადადება. თუ არის მისაღები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც ვიმჟელოთ ამ საკითხზე. თუ თქვენ არ აქვს სურვილი იმჟელოთ და პირდაპირ უყაროთ კენჭი, კი ბატონო, ეს თქვენი ნება. უბრალოდ მე წინასწარ ვამბობ ჩემს მოსაზრებას. დიდი მადლობა. ისა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრება, ეს არის ეს კოლექტიური ორგანო. ცხადია არ გაქვთ ალბათ პრეტენზია იმაზე, რომ როგორც თქვენი ტყვით და შემოიტანთ, ისე უნდა წავიდეს. ყველას თავისი აზრი აქვს. მე პირადად ერთ მნიშვნელოვნად გეტყვით, რომ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე მაქვს და დამეგროვდა, ეს არის სრულიად სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ვინც საკითხვა ეცეს ბიუჯეტი, სრულიად ასახულია აბსოლუტურად ყველაფერი, პლუს ნებისმიერ სამეურნეო საბჭოს წევრს, თუმცა ამის სურვილი აქვს, შეუძლია მოითხოვოს, კი არ კითხვა კი არ დასვას, მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც კიდე აინტერესებს, მეცაც გეტყვით მაშინ ისევ გამოცდილებიდან, რომ ოქმები კი არა, ის ოქმებიც ეყრდნობა რაღაც გადაწყვეტილებებს, პროდიუსერებს და ისიც ეყრდნობა გადაწყვეტილებას. ესეც შეუძლია რომ მოითხოვოს სამუშაო პროცესში, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვინც საკითხვა იცის, რაც შეეხება იმ დებულების განხილვას გითხარით, რომ სამეურნეო საბჭოს მიაჩნია, რომ ის დებულება, ის წესი, რომელთან ჩვენ ვიხილავთ, არის გამართული მთლიანად შესატყვისობაში იმ კანონმდებლობასთან, რომელსაც ხდება შესყიდვები და თქვენი წინადადებები სამეურნეო საბჭოს მიაჩნია, რომ არ არის შესაბამისი. სამეურნეო საბჭოს არ უმჟელია ბატონო ვასილ, ბოდის გიხდით რა, ეხლა თქვენ სპეკულაციას ეცადეთ. სიტყვები შეერჩეთ თუ შეიძლება. სიტყვებს ვარჩევ ძალიან რბილად და ძალიან კორექტულად. ეს არის ტყვილი, იმიტომ რომ სამეურნეო საბჭოს ამ საკითხზე არ უმჟელია. მე არ გამომიტანია ეს საკითხი. თქვენ თქვით, ბოდის გიხდით, თქვენ თქვით რომ მოიკითხეთ თქვენთან, თქვენთან და ეხლა წყევლალ კრულას თავი დაანებეთ რა. თქვენთან მოიკითხეთ და რაღაც იტყუებით ელემენტარულად, იმიტომ არ გაგვიხილია ეს საკითხი და თქვენ რა თქვით, იცით? ურთიერთობა არ გვივარგა, აი ესეთი შინაარსი ქონა. იცით რა დაახო? არა, თქვენ არიხილავთ საკითხს, იმიტომ რომ არ მოგწონთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება. აი ეს არის თქვენი ლოგიკა. პასუხია, ვეცადე უკაცრავად ახლა მაყურებელი. აი ეგ თქვით ზუსტად. წესი თქვენ თუნ თქვით, წესით შემოგაქვთ? წესით შემოგა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მე კანონში წერია, ნებისმიერ წევრს სამეურნეო საბჭოს აქვს უფლება შემოიტანოს ბორდის განსახილველად ნებისმიერ საკითხი. არ არის ეგრე მარტივად. როგორ არ არის მარტივად, რაზმე პირდაპირ წერია, მუხლი წაიკითხეთ. მე მეუნები წაკითხოს. როგორ არის ესე ვიღა მინდა და მე მაქვს უფლება რას მეუნებით, რომ უფლება არ მაქვს შემოვიტანო საკითხი. შემოტანის უფლება გაქვს. ხო და რო შემომაგ საკითხი იმჟელოს ბორდმა, იქნებ მოეწონა ეს საკითხი. შეიძლება რომ ან მერე უარყოს ხო არგუმენტირებულად. უკაცრავად სად ლაპარაკობთ ხო? ბორჩი ლაპარაკობთ ხო? რა თქმა უნდა. იცნობთ ხო კოლეგებს? როგორ არ ვიცნობ კოლეგებს? ესე იგი ბორჩია ხო? ბორჩი, მაგრამ საკითხი თქვენ შემოგაქვთ. თქვენ შემოგაქვთ, თქვენ აგაქვთ ეგ უფლება შემოიტანოთ საკითხი და თქვენ ბლოკავთ ამ საკითხს შემოტანას. თქვენ ბლოკავთ ამ საკითხის შემოტანას. არა, მომისმენთ რატო არ შეუმა კიდე გითხრათ. აი ხა თქვენ აი ხლა გეუბნებით რატო არ შეუმა. თქვენ შემოიტანეთ წერილი, ხო. მომისმენთ შემოკარგო. თქვენ შემოიტანეთ წერილი, სადაც დაწერეთ, ტყუილს რო ლაპარაკობთ, რომ ჩვენო
ვართო მე ვერ გავიგე საერთოდ რა შეიძლება თუ თქვენ რო პრაქტიკა გაგეხსენებინათ მე გითხეთ რომ მივხვდეთ იმის ამას არ ითვალისწინებს ჩვენი რეგლამენტი თქო შემოიტანთ საკითხი ჩვეულებრივ ვიხილავთ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის თქვენ დაწერეთ წერილი მიუთითეთ კონსტიტუციაში აწუხეთ რაღაცა ნორმები და თქვენ აურიეთ ბატონ ვასილი ის სხვა წერილი იყო თქო იქვე გითხარით რომ ორი წერილი იყო მე არ გაწყვეტინებთ ორი წერილი არ გაწყვეტინებთ თქო და რო იცინი ახლა იმაზე გაიცინე მეცინება იმიტომ არ კითხულობთ არაფერს მე თქვენ წერილს ამოგიღებ ახლა გამოდა ჩვენ ამოიღე წერილი 1/13-ო მოვითხავთო ბორდისო არ მithkomს აი სად წერია ეგ რომ მე დავწერე ჩემი წერილი იყო მარტო და რანაირად მე-13 რაშვაშია ერთი როგორ არის მე-13 კალბატონ ელენა რა მე-13 ჩემი პირადად აგიხსნა ძაზამ სხვა შორის მაშინ გითხრათ არაფერი ნოტბების ვიდე თუ ეხლა მე წაგაკითხეთ თქვენ რომ დამიწერეთ ეს 1/13 და მე გამიკვირდა რა 1/13 კაც ჩემი წერილია 1/13 არაფერი 1/13 არა ის 1/13 ხო და იმას გიხსნით ბატონ ვასილი ეს ეხება სხვა წერილს არა რა მნიშვნელობა რას ეხება ის სხვა წერილი არ ეხებოდა იმას თქვენ ახლა გონიათ რა იმას ის და თქვენს რომ 1/13 ხარ 1/13 რანაირად ავარ 1/13 კაცო ერთი ადამიანმა შემოვიტანე მე შემოვიტანე ცალკე ლაშა ტუში არის მოწერილი ჩემი სახელით არის ჩემოტანილი და რო აი ვაგეუნებთ არ კითხულობ აი კითხეთ რა თქვენ წერილი შემოვიტანე ნება მომეცით გამოვიტანო საკითხი სამეორო საბჭო არა მე გამოვიტან საერთოდ არა ეხლა თქვენ მომეცით ხო მომეცით ნება გამოვიტან ჩემია არავინ არ შეერთებია ამ დებულებას მე შევიმუშავე და მე შემოვიტანე არანაირ კავშირში არ არის და არც შენობაში მოგახარო სამეორო საბჭო მომისვია გეკითხეთ თქვენ აი აღარ მინდა ლაპარაკი რა არ გესმით ელემენტარული ამი წაიკითხეთ ჯერ და მერე თქვით იცი რატო არ მათქვევინებთ გწვენიათ მაგის თქვენ წვენია ზოგს არ წვენია ისი გაგიხარ ისი წვენია თქვენ შემოიტანეთ წერილი ხო ჩემი წერილი ბოდიში დებულების თაობაზე არის ჩემი ავტორობით ერთმა ადამიანმა შევთავაზე ბორცს მარტო მე შევთავაზე ბორცს განვიხილოთ ეს საკითხი თქო არანაირი მე-13 მე-14 და მე-18 არ ყოფილა ბატონო მე შემოვიტანე მე და გთხოვთ რომ განვიხილოთ რა მართლა მე შემოვიტანე რა ხო შეუძლია ნახოს რა არ ნახულობს ერთი წამეთ ესეთი უმნიშვნელო საკითხი დედა ეხლა რაზეც ვაპარაკობთ არას გითხრა ძალიან უმნიშვნელოა თქვენ რა გიწერეთ მაგრამ საკითხია ტენდერების საკითხი რა თქვენთვის უმნიშვნელოა რა თქმა უნდა 10 მილიონი იქით 10 მილიონი აქეთ რა მნიშვნელობა აქვს არა 10 მილიონი ეს მოიგეთ რა მნიშვნელობა აქვს არა ბატონო მომისმინეთ წუთი თვალებში უყურებთ ერთმანეთს ხო თვალებში აი ახლა 5 წუთის შემდეგ ამოიღებ ამ დოკუმენტს ამოიღე და თქვენ აწერთ სამი ადამიანი აწერთ დებულებას პროექტი შემოვიტანე მარტო მე რას მეუნები კაც სხვანაირს კი რაზეც ლაპარაკობ ხო და არ გინა ნუ იტყვი თორე გაბრაზდება მე წინება მოიცა მე შემოვიტანე თუ მარტო რა მოიცა კაცო მე არა მე შემოვიტანე არა მაგას არ გეუბნებით ჩვენ სამას სხვა საკითხები შემოვიტანე თიკა მოიცადე ახლა ახლა გადავედით ვერონაბიძე რა ვერონაბიძე კაცო დებულებაზე გელაპარაკებით 1/13 მოვითხოვდო დებულებაზე გელაპარაკებით 1/13 რა 1/13 არ გახსოვთ რა 1/13 ის გარკვევა ხო ადვილია ხო და ხო და რა უნდა ეხლა ეს ხო მართლა საბავშვო ბაღში ხო არა კაცო ერთმა ადამიანს რო შემოგვეტანა სამივეს ვიტყოდი რომ ხო სამა შემოვიტა რა პრობლემაა რო ყოფილიყო ორი ვიტყოდი რომ ორია მაგრამ მე შემოვიტანე დავწერე გავაკეთე გამოვაგზავნე და ვითხოვე რომ ხალხო განვიხილოთ ეს საკითხი რა სამი კაცი რა 38 კაცო მარტო შემოვიტანე რა გახდა ეხლა ვერ გავიგე რა უნდა მაგის ნახვას და რო არ ნახულობთ მაგაშია საქმე ბატონგია აურია სხვადასხვა რაღაცებს ურევს ერთმანეთში და მე აქ ლაპარაკობს რა ძალიან მარტივია ამის ნახვა რა თქმა უნდა ბატონგი გეთანხმებით გაცაგები აგერ იყავით თქვენ წემს 7 და წყნარად ვილაპარაკეთ არაფერი პრობლემა არ არის არის ესა რაღაცა მახსოვს რომ იქ წერია 1/13 იქ არა ის სხვა წერილია სადაც მე-13 შეიძლება წერი მე არც მახსოვს მოიცადე ეს იცი ხა ილიას მე ლაპარაკობ მე რა მე-13-ზე მელაპარაკებით მე-13 წერია კანონშიც მაგრამ მე ახლა ლაპარაკობ სხვა რამეზე მე-13 მე ვარ ერთი წევრი ახლა კიდევ ერთხელ გეტყვით ლაშა ტუღუში ვარ ხო შემოვიტანე ერთმა წევრმა აი ამ სამეორო საბჭოსი დებულების პროექტი მარტო მე ვაწერ ხელს არანაირი მე-13-ზე იქ არ ვლაპარაკობ
იქ ლაპარაკობ როგორ ჩატარდეს ჩვენთან მიმართებით აი ეს პროცესი ტენდერების ასე ვთქვათ იმის შემოტანის. ამაზე არის დებულება. მორჩა და ეხლა ვთხოვ ბატონ ვასილს, განვიხილოთ ეს საკითხი. და არანაირი მესამედი აქ კავშირში არ არის თქო, გიხსნით რა. ყველას ხელმოწერით რო არის შემოტანილი ეს მოცერი და იმაზე რა ქვია საკონსტიტუციო კომისიაშიც ვაწერდი იმაზე ხო არა ლაპარაკი ეხლა ლაპარაკი არის დებულება განვიხილოთ მეთქი კაცო რა ხოდა მომინახე ის რო წერია 1/13-ო ახე ერთი წუთი დებულებაზე ლაპარაკი არა ერთი წუთი არა მე დებულებაზე გელაპარაკებით თქვენ ახლა როგორი ტაქტიკა გაქვთ აი სულ მე მაგ ძალიან მარტივი მართალი ტაქტიკა ილაპარაკეთ გამჭვირვალება ტენდერებთან დაკავშირებით ხო არა წყობს რა თქმა უნდა რატო ეწინააღმდეგებით ერთ წელს მაინტერესებს ხო არა რატო ეწინააღმდეგებით პირველი. გამჭვირვალების საკითხს წამოიღე რა ის დოკუმენტი რა ის სად არის ჩემი ხელმოწერით როა წაიკითხე იგა რა აი რაზედაც მე ვთქვი ის წაიკითხეთ რა არ შევშალოთ ხელი ლაპარაკოს არა ის წაიკითხეთკო რატომ აბრალებს სხვა რამეზე რატო ლაპარაკობ როცა მე სხვა რამეზე გელაპარაკებ თქვენ ხო ლაპარაკობთ რა არა მაქვს უფლება რაც მინდა ვთქვა ბაიწყო ვიტყვია რა აი ხო იტყვით შემოგაქვს წერილი და ნებისმიერი თქვენი წერილი მანამდე ახლა დაამთავრეთ წყნარა და მომისვინეთ ყოველგვარი რეგლამენტის დაცვის გარეშე ყოველთვის გამომიტანია განხილვა შეიძლება გადახსეოთ არც დამიყენებია არასდროს და არასდროს არ გამომიყენებია შემოდის თქვენი წერილი მე აღარ გეუბნებით თქვენი კონსტრუქციული ტონი და როგორ იყო აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის იმიტომ რომ ამას მიჩვეული ვარ პირველი დღიდან ეს ყველას თავის კულტურიდან ზრდილობიდან და იმიდან გამოდის ადამიანობიდან შემოდის წერილი არის მოთხრობილი კონსტიტუციის მუხლი რაღაცებ კითხულობ რა თუ ნამდვილად მითხარით და შემოვიდან საკითხი და შემდეგ წერია მაუწყებლობის შესახებ მოთხოვნა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 28 პუნქტი 2-ის თანახმად ჩვენ 3/4 რაც აკმაყოფილებს 11 წევრიანი საბჭოს 1/13-ის მოთხოვნას 3/67 მოვითხოვთ ეხლა ნახეთ დააწერს ბასილაია ლიკა ბასილაია შავგულიძე ლაშა ტუღუში და ზაზა აბაშიძე ეხლა მე გიმომიშვენთ კარგად რა გითხარ ეს რამე კი არა იმიტომ აუნიშნელო ეს არის სასაცილო ტყუილი რადგან თქვენ საკითხი შეუმაგ და მე გითხარით რომ სანამ არ ვიტყვით რომ ეს მოიტყუეთ ან რატო გააკეთეთ ან რადგან დაწერ საერთოდ ვარ დაგეწერას კონსტიტუციის მუხლი და ეს ტყუილები გეთქვათ საკითხი ნებისმიერ გავ ეგ რას ეხება ეგ წერილი რას ეხება არა 1/13 არის ეგ რას ეხება სანამ დამიკბეს ვიზა ასე რომ მაშინებთ ამ 1/13 არ 1/13 არა 1/13 აი აქ 1/13 აი გავიარეთ ეხლა კეჯის ხაზი რაზე არის ეხლა ლაპარაკი კაი ეხლა რა შეეხება მისვინე ეხლა ხო არ უნდათ ამათ რომ თქვენ იცოდეთ ხალხმა რა ფული იხარჯება რაში იხარჯება რისთვის იხარჯება აი ამაზე არის მთელი ეს დავა ეხლა რასაც ლაშა ეხლა ვასილთან მართავს სამარცხვინო ვის უყვირი კი არა გამართ ერთი ამბავი გასულ სხვა თემაზე წაიყვანე აქცენტი მაგრამ არაფერი გამოგივიდა მინდა გითხრა ყველა ძალიან კარგად ხედავს აქ რა ხდება გეუნებოდა ადამიანის სხვა წერილზე არის ლაპარაკიო სხვა წერილზე არის ლაპარაკი დებულებაში ცვლილებას ითხოვდა რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ტენდერების თაობაზე ინფორმაცია ისევე როგორც რაც შემოხვედით პარლამენტის კონსტიტუციური ან არაფერს არ აკეთებთ ან ცილისწამებით და ტყუილებით ხარ დაკავებული. მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ თქვენ გაქვს უზურპირებული ხელისუფლება აქა და ადამიანს ერთ კაცს არ აძლევს საშუალებას რომ გამოთქვას აზრი და წინა დადება შემოიტანოს რომ აზრი ქონდეს აქ მუშაობა საერთოდ. იმიტომ არ გათხოვთ გამჭვირვალება. საშუალებას არ მაგ დებულების გარეშეც ხომ მოგაწოდეთ ყველაფერი. რამე იპოვეთ იქა? არ მჭირდება თქვენ გამჭვირვალება კანონებში. დებულების მიღების გარეშე ყველაფერი ხომ მოგაწოდეთ? რამე იპოვეთ? კი, საინტერესო. რატო კი, ნოდა, მოგიბრუნდეთ. კორუფციაზე რამე კი. სხვა შორის საინტერესო რაღაცა. ეს უკან ხალხი დგა ძალიან ბევრი, ვინც ისმენს ეხა ამას სამსახურები თანამშრომლები. ნოდარ, ამდენი სხდომა. ნოდარს აძლევ. ამდენი სხდომა უკვე რაღაცა
ჰაერიდან მოტანილ რაღაც ფაქტებს იმაშოვდა. ან თქვით კონკრეტული, ან რა. ერთი წუთი. ეგრე ეხლა არ არის რა, სანამ ეს კეჭისხას პლაჟები, არა, ამას მივეჩვიოთ. სანამ კეჭისხას დავაყენებთ, ამავე დროს გითხრათ, რადგან ეს არ მოდო დავიკითხე ეხლა ესა. ასევე ჩემი ერთპიროვნული უფლებით ვისარგებლე და შემდეგზე პირველ საკითხად ჩავსვამ ამ თქვენი დებულების განხილვას. და საერთოდ რო გითხარ, არანაირი პრობლემა არ არის. ეხლავე წინასწარ გეტყვით შევაც. მე ძალიან კარგად ვისწო შესყიდვების გავს. აქვე არ გეწყინოთ, ან გინდა გეწყინოთ და გეწყალი არის. წარმოდგენა არა გაქვს არც ერთ თქვენ შესყიდვებზე. წარმოდგენა არ გაქვს, ამას მე დაინახავ. როგორ წარმოდგენა გა კარგად ვიცი. დაასაგებია. შეწყდებზე განსაკუთრებით. ვინ არის მოხრე, ვინ ოჭერს ამ კორექტირებას? ეს არის. არის 1 2 3 4 5 6 8 და ცოსო თაბილას ვერ ხედავ, ცოსო 8 2 წინააღმდეგი. 1 ნუ 3 წინააღმდეგი, 1 არ არის. კარგი, მიღებული. თავისუფალ